კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. ვაშინგტონიდან კომუნიკაცია იგუიანებს დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან თითქმის 4 თვის თავზე საქართველოს პრემიერმა ამერიკის პრეზიდენტ საჯარო წერილით მიმართა. ირკვევა, რომ ეს პირველი წერილობითი მიმართვა არ არის. ხელისუფლებას, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვის და ურთიერთობის ნორმალიზებას პროგნოზირებდა, შეკითხვები დაუგროვდა. რატომ არ მოხდა პირველ წერილს რეაგირება და რატომ არ შედგა ამ დრომდე უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის. მთავრობის მეთაურის ტექსტში გაყურების და საყდურის ტონი იკითხება და არაერთი ხაზგასმა რიტორიკის, იდეოლოგიებისა და ღირებულებების თანხვედრაზე. ირაკლი კობახიძის მიმართვას წინ უსწრებდა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ ინიცირებული და კონგრესის ქვედა პალატის მიერ უკვე მხარდაჭერილი მეგობარი აქტი, რომელშიც საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესებზე. აქტში ურთიერთობის შეჩერებასთან ერთად სანქციების დაწესებაც ამოთხოვნილი. ფაქტია, რომ წინასწარი მოლოდინების მიუხედავად ჯერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების ნიშნები არ ჩანს. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა ვკითხულობთ პრემიერის განცხადებაში. ის ასევე წერს, რომ ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ ის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე დღემდე არ ასწორებთ, ნათქვამია საქართველოს პრემიერის მიმართვაში. ამ წერილს რამდენიმე საათში პარლამენტის დადგენილებაც მოჰყვა, რომელიც მეგობარ აქტზე საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური პასუხია. დადგენილებაში მეგობარი აქტი მტრულ აქტად არის შეფასებული და ის ფაქტებია ჩამოთვლილი, რის გამოც მმართველი გუნდი უილსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. სანამ მეგობარ აქტს სენატი განიხილავს, რიტორიკა სულ უფრო მძაფრდება ევროკავშირიდან. ახალი განცხადებები დღეს ლუქსემბურგიდან მოვისმინეთ. სწორედ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური коорდინაცია და საერთაშორისო ზეწოლა ახლა ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ოპოზიციური სპექტრისთვის, სადაც ცალკეულ საკითხებზე ბოლო პერიოდში პოზიციები საჯაროდ გაიყო. არ შემდგარი ერთობა და აზრთა სხვადასხვაობა მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების გარშემო და ყოფილი პრეზიდენტის ფორმატზე. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ახლა დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენა? ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში. ჩვენი დღევანდელი სტუმრები იქნებიან ოპოზიციიდან ნუგზარ ციკლაური და პაატა მანჯგაოლძე და ხელისუფლების პოზიციით ქართული ოცნების წევრი ირაკლი ქადაგიშვილი. საუბარს ვიწყებთ კოალიციად ცვლილებებისთვის და პარტია ახალის წევრთან ნუგზარ ციკლაურთან, რომელიც უკვე სტუდიაში იმყოფება. ბატონო ნუგზარ, საღამშვიდობის, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში ჩვენ ვნახეთ, რომ მეგობარ აქტს უკვე მოჰყვა დღეს პირველი ოფიციალური დონეზე პასუხი პარლამენტიდან. როგორ ფიქრობთ იმის გათვალისწინებით, რომ ორი პროცედურა რჩება მეგობარ აქტს იმისათვის, რომ კანონად იქცეს, საუბარია სენატში განხილვაზე და შემდგომ უკვე პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერაზე, ექნება თუ არა რაიმე გავლენა პარლამენტის დღევანდელ ოფიციალურ დადგენილებას და პასუხს იმ პროცედურებზე, რომლებიც ახლა მეგობარ აქტს აქვს გასავლელი? გამომდინარე იქიდან, როგორც დღეს ითქვა, იყო კომუნიკაცია რამდენჯერმე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან, ცდელობა კომუნიკაციისა, რომელიც უპასუხოდ დარჩა. ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, რომ შესაძლოა ეს მიმართვაც, ეს საჯარო მიმართვაც არ აღმოჩნდეს საკმარისი იმისათვის, რომ ის ფუნდამენტური პრობლემები, რაც არსებობს დღეს საქართველოს ხელისუფლებასა და ცივილიზებულ სამყაროს შორის აღმოიფხვრას. ჩვენ ხედავთ, რომ დღევანდელი გამოსვლა პრაქტიკულად არის აღიარება იმისა, რომ ვერ მოხერხდა ჩამოყალიბება ამ ურთიერთობების, ვერ დაიძლია ის საერთაშორისო კრიზისი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უმძიმესი რეალობა და ნამდვილი დრამა ქართული სახელმწიფოსათვის, იმიტომ რომ რეალურად ამ შემთხვევაში ამ ფაქტის კონსტატაციისას ჩვენ უნდა ვთქვათ ისიც, რომ დაიკარგა საქართველოს ისტორიული პოლიტიკური იდეა, რაც გულისხმობდა დასავლურ სამყაროსთან დაახლოებას და ეს იყო არა მხოლოდ ბოლო 30 წლის, არამედ მთლიანად ლაიტმოტივი საქართველოს ისტორიის, ქართული სახელმწიფოსი სვლა დასავლეთისაკენ, ევროპული სახელმწიფოებისაკენ და მცირე ისტორიული ექსკურსიითაც რო ვთქვათ, თვით ვახტანგ გორგასალიც კი თავის ანდერძში ამბობს, რომ არ დაივიწყოთ გზა ბერძენთა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპულ საზოგადოებასთან, ქრისტიანულ სამყაროსთან თანაზიარება იყო ქართული სახელმწიფოსათვის და ეხლა აღარ ჩამოვყვები, როგორ მონაწილეობდნენ ჯვაროსნები დავით აღმაშენებელთან ერთად თავარ ქართულ ბრძოლებში, როგორ იყო პირველი ქართული სახელმწიფო, ან როგორ იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პოზიცია.
მოკლედ თლიანად ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული იდეა გახლავთ ევროპასთან დაახლოება. სამწუხაროდ დღეს ვხედავთ, რომ სრულიად განადგურებული არის ეს ურთიერთობები. მე ვფიქრობ, რომ აი ეს ჟონგლიორობა ეხლა წერილებით რეალურად არაფრის მაშინ რა მომცემი. ინტერესი აქვს ხელისუფლებასთან საჯაროდ გამოქვეყნდა ხომ ეს წერილი? ანუ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის აღიარება, რომ ხელისუფლება ვერ ალაგებს ურთიერთობას ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მაშინ რატომ არის ხელისუფლების ინტერესი, რომ ამის საჯაროდ დეკლარირება? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თვითონ ეს ამ წერილის ტონალობაც ხო ლაპარაკი რაღაც მითიურ deep state-ზე, ჯერ ჩვენ გვახსოვს, რომ გვეუბნებოდნენ არჩევნების წინ, რომ აი არსებობს ბოროტი deep state-ი, მაგრამ არსებობს კეთილი ტრამპი და ეხლა ტრამპი მოუგებს ამ deep state-ს და 20 იანვრის შემდეგ უკვე სრულად აღდგება ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ჰქონდა თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. შემდეგ გაისმა სხვა მოსაზრებები ხელისუფლების მხრიდან და აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი ტრამპი და deep state-ი ახლა იბრძვიან და ვნახოთ ვინ ვის დაამარცხებს. ხოლო ახლა ამ მესამე წერილში უკვე ლაპარაკი არის ის, რომ აი deep state-მა იძალა. ჩვენ ქართულ ხალხს უნდა ვცემდეთ პატივს იმდენად მაინც, რომ აი ამ პრიმიტიული მოსაზრებებით რაღაცა მითოლოგემებით საუბრისგან თავი შევიკავოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არანაირი deep state იმ გაგებებით, როგორც ლაპარაკობენ ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები არ არსებობს და როდესაც კონგრესი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი უდიდესი უმრავლესობით 80%-ით იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, საუბარი იმაზე, რომ რაღაცა მასონური ძალები ებრძვიან ხელისუფლებას და deep state-ი არსებობს, მე ვფიქრობ, არის შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების. აი, როგორ ფიქრობთ, სენატშიც ექნება მხარდაჭერა, მეგობარაკს რა გაგრძელება მოხდება, იქცევა კანონად? Ну, მე არ შემიძლია ახლა ამის პროგნოზირება, თუმცა ინდიკაციები არსებობს და აი ეს წერილი, რომელიც გამოქვეყნდა, სადაც არის ლაპარაკი და შეურაცხყოფელი ტონალობა, რაღაცა ამ deep state-ზე მიმართებები, სამწუხაროდ არ ტოვებს უკეთესის იმედს. მე ვფიქრობ, არის ფუნდამენტური პრობლემები. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლება, სხვა შორის საელჩომაც, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცის რა უნდა გამოსწორდეს იმისათვის, რომ სერიოზულად დაიწყოს ჩვენი ურთიერთობების აღდგენა. აქ ეხლა ბევრი ვარაუდები არ არის საჭირო, ისინი ღიად გამოთქვამენ თავიანთ აზრს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური ძალადობის შეწყვეტა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არა, ვთქვათ, შიდა შეხვედრებს, შიდა საუბრების დროს უკვე საჯაროდ აქვთ ნათქვამი? ანუ ამ ნაბიჯებს გულისხმობდა ამერიკის ელჩი, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრია. დიახ, მათ ამის საპასუხოდ თქვეს, რომ ჩვენ უთხარით უკვე საქართველოს ხელისუფლებას რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ხელს უშლის ახლა ვითარების ნორმალიზაციას. როგორც ჩანს, ეს საკითხები არ არის გადაჭრილი. ასევე სულ რაღაც ერთი კვირის წინ მინისტრი დავითაშვილი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მაშინ გვახსოვს, რომ დიდი ამბავი იყო ატეხილი, რომ გაიხსნა ეს გზა ყველანაირად და ახლა ჩვენი ურთიერთობა უკვე ნორმალიზდება, წინ მივდივართ, როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ ესეც იყო ტყუილი ნათქვამი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რეალურად ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომ ყველა ის ქვეყანა დაწყებული საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ყველა ქვეყანასთან საქართველოს დღეს აქვს ძალიან მძიმე პოლიტიკური ურთიერთობები და ამის საპირწონედ, ისე როგორც წერია სხვა შორის იმ მეგობარი აქტის პრეამბულაში, საქართველოს ავითარებს ურთიერთობებს ირანთან, ავითარებს ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორად არის გამოცხადებული ჩინეთი. ჩვენ შარშან გვახსოვს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მივიღეთ. დღეს მეგობამ საპასუხო დადგენილებით უთხრეს, რომ თქვათ ჩინეთთან ამერიკის შეერთებული შტატებიც ახლა ცდილობს ურთიერთობის თქვათ ნორმალიზებას და რომ იქ ირანზეც იყო საუბარი, რომ თქვათ პრეზიდენტის ინაუგურაციას რომ ესწრებოდნენ რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები და ევროკავშირის წარმომადგენელიც. აი ეს ჩაიწერა დადგენილებაში და რომ ეს არ ემყარება ფაქტობრივ მოცემულობებს. ყველასათვის ცნობილია, ხო? ამას არ აქვს ორდღიანი ისტორია ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის უმძიმეს
ურთიერთობებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ცნობილი რევოლუცია მოხდა ირანში. ესენი არიან დაპირისპირებული ქვეყნები და აზიაში, ეხლა როდესაც მაგალითად ტრამპი არის ჩასული, ვხედავთ, როდესაც ის ცდილობს ურთიერთობის დაალაგებას სხვა ქვეყნებთან, ერთ-ერთი მთავარი რამ არის სწორედ ირანის შეკავება, მათ შორის ბირთვული შეკავება. ეს არის დიდი პოლიტიკის საკითხები. ცხადია, ჩვენ ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა ამ შეკითხვებისათვის, რომელსაც თქვენ ვისვათ, მაგრამ საქართველოს უნდა იცოდეს თავისი რეგიონი, თავისი ის ვითარება, რომლითაც არის გარემოცული და აგრეთვე ის უცილობელი გარემოება, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ არ გვექნება ევროპული სახელმწიფოების და ამერიკის შეერთებული შტატების ხარდაჭერა, პრაქტიკულად განიარაღებულები რჩებით რუსეთთან და ეს ეჭვქვეშ აყენებს უკვე თლიანად ჩვენ სახელმწიფოებრიობასაც. იცით რა, ცივილიზაციური დილემა დადგა ახლა პირდაპირ რო თქვათ. ხელისუფლებამ გითხრა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა პრაქტიკულად არის deep state-ი, ან მართავს მათ deep state-ი, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც რაღაც ბნელი ძალები მართავენ, ჩვენ მათ ვეკითხებით, რომ აბა რა არის, რა ცივილიზაციურ ორიენტაციულ მოდელს გვთავაზობთ თქვენ? და ამის პასუხად ხელისუფლება გვეუბნება, რომ აი არსებობს ჩინეთი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვექნება, არაბეთის რომელიღაცა ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ერთი დღით. წეგან რომ გითხარით ისტორიული ექსკურსი თქო, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი მაგალითად დაიბეჭდა რომში, პირველი ქართული ლოცვანი დაიბეჭდა იტალიაში. ხო, ეს არის ის კულტურული კავშირები, რაც შემდგომ გარდაისახა პოლიტიკურ კავშირებად. და ახლა, როდესაც ამდენი საუკუნის ბრძოლის შემდეგ ქართველმა ხალხმა მიაღწია თავის ისტორიულ სამყოფელთან, როდესაც გაიღო ევროპის კარი, როდესაც შარშან უნდა დაწყებულიყო უკვე ინტენსიურად ურთიერთობების დამყარება ამ ქვეყნებთან, ჩვენ სამწუხაროდ მივიღეთ სულ უფრო და უფრო მეტი დაცილება ჩვენი ისტორიულ პარტნიორებთან. ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს არის უმძიმესი დარტყმა ქართულ სახელმწიფოზე, უმძიმესი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და მე მინდა უთხრა ქართული ოცნების ხელისუფლებას. მეც ვიყავი ხელისუფლების წევრი, არც ერთი ხელისუფლება არ ღირს იმათ, რომ ხალხს წაართვა თავისი ისტორიული წარსული, წაართვა ატყო და წაართვა მომავალი. არ შეიძლება ამის გაკეთება. მე არ მიხარია, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს პრობლემები, იმიტომ რომ ვიცი რომ ქვეყანა ძარალდება ამასთან ერთად. ამიტომ ეხლა უარყოფა ევროპული გზის, უარყოფა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო სტრატეგიული პარტნიორის და ქართული ხალხისთვის იმის თქმა, რომ ჩვენი მოკავშირე არის აიათოლების ირანი, ჩასვლა იქ რაღაც პანაშვიდებზე და ცრემლის ზღვრა, ხო, მე მგონია რომ უბრალოდ არის წარმოუდგენელი რამ. თითქოს და ცხოვრობ რაღაც პარალელურ სამყაროში. ბატონო გზა, ახლა როგორ ვთქვათ, რა გარემოებებზე იქნება, ანუ რა მთავარ გარემოებებზე არის ახლა დამოკიდებული მაშინ ამ სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, რომელიც ნოემბრიდანაა შეჩერებული? მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ყველამ ვნახეთ, თქვენც, მეც, რომ ყველა ბიულეტენზე იყო რაღაც დამღა. ეს დაინახა აბსოლუტურად ყველამ, რომ ფარულობა არ იყო დაცული ამ არჩევნების. შემდეგ იმის გამო, რომ უნდათ მაინც ამ არჩევნების შედეგების, რომ ასახულიყო სახელისუფლებო დონეზე, აღარ გადადგეს კომპრომისისკენ, დიალოგისაკენ ნაბიჯი, რაც ახლა არის აუცილებელი უბრალოდ, თუ არ გვინდა ჩვენ რომ რაღაცა შიდა შეტაკებები მოგვივიდეს ერთმანეთთან. და ეს შიდა შეტაკებები რა იყო ჩვენს უახლოეს წარსულში, ეს გვახსოვს. აი თუ არ იქნება ეს დიალოგი, მაშინ არისკებს ხელი. ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართველი ხალხის ნება უნდა იყოს ადეკვატურად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში. როდესაც რამდენიმე პოლიტიკური პარტია, სხვა შორის, ჩვენ არ გვაქვს ის ურთიერთობები, რომ ყველაფერზე თანხმდებოდეთ. ნამდვილად არ არის, ახლა გახარიას პარტია მაგალითად, ან ჩვენი პოლიტიკური ძალა, ან ლელო, ან ნაციონალური მოძრაობა, აი ერთსულოვანი ყველა საკითხში, მაგრამ ამ საკითხში ყველა გახდა ერთსულოვანი. რატომ ისმება კითხვა? იმიტომ, რომ თუ არ იქნება სამართლიანობა და თუ არ იქნება ადეკვატური ასახვა ხალხის განწყობის პარლამენტში, ეს მუდმივად იარსებებს. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება შემდგომ უკვე ყველა ევროპულ ქვეყანასთან ურთიერთობების არ ჩატარდება ხელისუფლების დღის წესრიგში არ განიხილება ახალი არჩევნების დანიშნვა და არაერთ განცხადებაში დაუფიქსირებიათ ასეთი პოზიცია. რა რისკებს ხედავთ და რა საფრთხეებს? აი ცოტა უდიდეს რისკებს ახლა
წარმოვიდგინეთ, თუ თვით იმ არჩევნებითაც კი რა შედეგებიც გამოაცხადა ხელისუფლებამ 800,000 თუ არ ვწდები მთლიანობაში თვით იმ შედეგებითაც ფალსიფიცირებული შედეგებითაც მილიონამდე ქართველი არ არის წარმოდგენილი არც პარლამენტში და არც სახელისუფლებო შტოებში. რას ნიშნავს ეს, რომ ყავს მილიონი ადამიანი, რომელიც არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და პარლამენტში ყოფნა მათი წარმომადგენლების იქნებოდა მონაწილეობა. მაგრამ როდესაც ასეთი აშკარა იყო გაყალბება, ხო, აი ამან გამოიწვია ის კოლიზია და ის კოლაფსი პოლიტიკური, გნებავთ პოლიტიკური მორალის კოლაფსი, რაც ჩვენ ქვეყანაში მოხდა. ოპოზიციას რომ თქვა გამოეყენებინეს მანდატები და შესულიყო პარლამენტში თქვენი გადაწყვეტილება იყო, რომ სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ ფალსიფიცირებული არის ეს არჩევნები. სხვა შორის 2020 წელთან ხშირად ახლა ავლებენ პარალელს და გახსოვთ მაშინ ევროპულმა საზოგადოებამ შარლ მიშელს გულისხმობ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ ოპოზიცია დაერწმუნებუნა, რომ შესულიყო პარლამენტში. მე მაშინ გახლით წინააღმდეგი ამისი, ამ კომპრომისის, იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით ავტოკრატიას თუ დაანახებ, რომ მას გაზდის უკანონობა, ხო, კიდევ უფრო მეტ უკანონობას ჩაიდენს. ამაზე მეტყველებს ნებისმიერი დიქტატორული ქვეყნების მაგალითები, ხო? არსებობს არა მარტო პოლიტიკური ცნობები, არამედ არსებობს დიდი პოლიტიკური ლიტერატურაც ამ თემაზე, ხო? იგივე მარიო ვარგას ლიოსას, ვაცის ნადიმი, ან მარკესის, კიდევ კორტასარის, აი ეს ლიტერატურა რაც ეხება სამხრეთ ამერიკაში დიქტატურებს, ის არის ჩვენთვის მაგალითი იმის, რა არ უნდა მოგვივიდეს ჩვენ. ეს არ უნდა მოგვივიდეს არავითარ შემთხვევაში, თუ კი გვინდა რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს აქ. სხვა შორის ლოზუნგის ამბობენ ხოლმე არ არსებობს სამართალი, არ არსებობს მშვიდობა. ჩვენ გვჭირდება ახლა სამართლიანი არჩევნები. სამართლიანი არჩევნები უნდა ოპოზიცია რას აკეთებს ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ახალი არჩევნების მისაღწევად, იმიტომ რომ ელექტორატის მხრიდან არაერთი პრეტენზია ისმის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თქვა ოპოზიციის პასიურობასთან და თქვა სამოქმედო მკაფიო სამოქმედო სტრატეგიის არარსებობასთან დაკავშირებით. ოპონენტებიც მუდმივად აპელირებენ, ხელისუფლებაც მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ აი ოპოზიცია ძირითადად დავალებებს იღებს უცხოეთიდან და რომ ისინი საერთაშორისო პარტნიორების დავალებებით მოქმედებენ და თავად არაფრის რესურსი არ გააჩნიათ. ანუ გარკვეულწილად ოპოზიციაც თუ გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვა მეტწილად უფრო ძირითადად მაინც უცხოეთიდან არის და არაერთხელ აღინიშნავთ, რომ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება ახლა სტრატეგიის მთავარი მიმართულება. შიგნით ქვეყნის შიგნით რას აკეთებს? საერთაშორისო სტრატეგია არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი ბრძოლის, მაგრამ უმთავრესი არის ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის განწყობა, რომელიც არის გამოხატული იმ მართლა ვიხმარ ამ სიტყვას ჰეროიკული 160 დღიანი პროტესტით, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში. ჩვენ თავები არ უნდა მოვიტყუოთ. პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა და პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ვერ მოხდა. ვერ მოხდა ის, რომ მაგალითად იმ ადამიანებს ეთქვათ, რომ მოდი აღარ არის ეს მნიშვნელოვანი ჩემი პროტესტი და წასულიყვნენ სახლში. თქვენ ხედავთ, რომ ჟამიჟამ გამოდის ათეულობით 1000 ადამიანი ქვეყნის მთავარ გამზირზე და სხვადასხვა ქალაქებში. რატომ არ ხდება ამ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა? იმიტომ რომ ხალხმა თქვა, რომ არ შევეგუები იმას, რომ არჩევნების შედეგები იყოს გაყალბებული, რაც არის დემოკრატიის უმთავრესი პირობა. ხო, თვითონ სიტყვა დემოკრატიაც ხო ხალხის მართლობას ნიშნავს. ჩვენ როგორი ქვეყანა გვინდა? გვინდა ქვეყანა, სადაც მართველები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს შემდგომ ხელისუფლებაში, თუ გვინდა ქვეყანა, სადაც ხალხი იღებს მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ასე რომ ესეც არის ცრულაპარაკი, როდესაც ამბობენ, რომ მხოლოდ დასავლეთი, რასაც უკარნახებს, იმის მიხედვით იღებს ვინმე გადაწყვეტილებას. ეს ასე არ არის. პირდაპირ ამბობ, ჩვენ რომ არ გრძნობდეთ იმ ხალხის ენერგიას, იმ ხალხის თავდადებას, იმ 50 პოლიტიკური პატიმრის თავგანწირვას, რომლებიც ეხლა კარგავენ თავისუფლებას იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს მომავალი, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენშიც არ იქნება და არავითარი ენერგია. ერთ-ერთი მთავარი მოწოდება მაინც ყოველთვის იყო და ერთ-ერთ დაკვეთად სახელდებოდა ოპოზიციური ერთობის მიღწევა. მაგრამ ვერ შედგა ეს ერთობა. ვის პასუხისმგებლობას ხედავთ ამაში?
იცით რა არის, რას ნიშნავს ოპოზიციური ერთობა? პოლიტიკური პარტიები არსებობენ, ცალ-ცალკე პოლიტიკური პარტიები იმისთვის, რომ მათ აქვს თავიანთი პოლიტიკური აზრები, თავიანთი პოლიტიკური მიმართებები. თუ ყველა ერთად იქნებოდა, მაშინ ერთი პოლიტიკური პარტია დაერქმეოდა, ხო ამას? მაგრამ რახან ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველგან არიან პოლიტიკური პარტიები, რომელიც სხვადასხვა ხალხის პოლიტიკურ გემოვნებას გამოხატავს, სხვადასხვა მორალური საყრდენები აქვს, ხო? სწორედ ამიტომ არიან განსხვავებული პოლიტიკური პარტიები. სხვაჩვენით, ყველაზე დიდი მწერალი საქართველოს ვინც ყოლი არის შოთა რუსთაველი და მისი მთავარი აფორიზმი არის, რომ ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა. მე ვფიქრობ, რომ აი ეს რუსთველიანური იდეა, რომ ჩვენ ვართ განსხვავებული საზოგადოება, მაგრამ მთავარ საკითხებზე, ფუძემდებლურ პრინციპებზე უნდა ვიყოთ ერთად, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ თქვით, რომ შეიძლება მე და გახარიას გამგვასხვავებდეს რაღაცა, მე და ლელოს გამგვასხვავებდეს რაღაცა და ეს სულაც არ არის რაღაცა გადაულახავი ამბავი, მაგრამ ჩვენ ერთად ვართ იქ, სადაც არჩევნები ყავდება. მთავარ და ფუნდამენტურ თემად მიიჩნეოდა, მაგალითად მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და მათში არ მონაწილეობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ არის აქაც თქვა ერთიანი პოზიცია, იმიტომ რომ ორ პოლიტიკურ ძალას ამ დრომდე მკაფიოდ არ დაუფიქსირებია, იღებს თუ არა მონაწილეობას ყოველ შემთხვევაში უარი არ მოგწია. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ყველაზე აქტუალური თემა არის, ახლა მე ასე მიმაჩნია. მაგრამ უნდა შევხედოთ თლიანობაში კონტექსტს. თქვენი შესავალი სიტყვაც, ისევე როგორც შეკითხვები დავიწყეთ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძახის deep states და რაღაც დეგრადირებულ მთავრობებს ეძახის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არიან ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური პარტნიორები. აი, როდესაც ასეთი პოლიტიკური კოლაფსი არის, რომ ქვეყანა არის სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში, ვართ პოლიტიკური კეთროვანები, ვეღარ დავდივართ სხვადასხვა სამიტებზე, იმიტომ რომ იქ აღარ გვიწევენ, ანდა თუ ჩავდივართ რომელიმე სამიტზე, იქ უმწვავესი კრიტიკის ქვეშ ხდება საქართველოს ხელისუფლება. აი ამ ვითარებაში მინდა ყველას თქვენს გპასუხობთ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ჩვენ გვისმენენ ამ თქვენ შესანიშნავ სტუდიაში უთხრა, ახლა ადგილობრივი არჩევნების საკითხი არის მნიშვნელოვანი, როდესაც ქვეყანა სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში ექცევა, ძალიან მაწუხებს თუ რომელიმე რაიონში არის, დუშეთის რაიონში, სადმე რაღაცა პრობლემატიკა არის და ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, მაგრამ როდესაც მთლიანად მოშლილი არის ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, როდესაც საქართველოს აგინებს ყველას, ვისაც კი წარმოვიდგენდით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად. ახლა ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ხო აზრი არ აქვს. როდესაც შექმნეს კომისია, ქალბატონი წულუკიანის კომისია 13 წლის თავზე, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და ეს 13 წელი იყო დრო იმისათვის, რომ გამოერკვიათ ყველაფერი, თუ რამე დანაშაული არსებობდა, რა ვიცი, სასჯელი დაეკისრებინათ, სასამართლოები გამართულიყო. ახლა ამ პოლიტიკურ შოუს აწყობენ. თუმცა მიზეზად ასახელებენ, რომ თავის დროზე სწორედ დასავლეთიდან იყო ზეწოლა, რომ თქვათ მსგავსი საქმეების, თქვათ არ მომხდარიყო. ეს არის უნდობლობა, მაშინ ადრე ხო სხვა რამეს გვეუბნებოდნენ, ხო, რომ ეს დასავლეთი არის ძალიან კარგი, რომ ჩვენ იქითკენ ვისწრაფით, როდესაც ამბობდით, რომ რეალურად ეს გზა მიგვიყვანს რაღაცა დეგრადირებულ პოლიტიკურ სივრცემდე, სადაც აი რუსეთი, ჩინეთი და აზიური დიქტატურები არიან, გვეუბნებოდნენ, რომ არა, ჩვენ მივდივართ ღირსებით ევროპისაკენ და აი ესეთ. ახლა ამბობენ, რომ თურმე ის ცუდი დასავლეთი გვიშლი და რაღაცაში ხელს. ამის ხო არავის არ სჯერა. დასავლეთმა შეუშალა ხელი სხვადასხვა ადამიანების დაპატიმრებაში, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს. ისინი ხომ იყვნენ და ახლა რა უნდა? რა უნდა თუ გამოიყვანონ და კიდევ ერთი დაპირისპირება შექმნან ხალხში. და ახლა რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, რომ ადამიანები არ მიდიან, იმიტომ რომ არავის არ უნდა, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს არ უნდა ამ რაღაც პოლიტიკურ შოუში მონაწილეობა და ახლა იმიტომ რომ აი ამ ფარსში არ იღებენ პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობას, დღეს მაგალითად დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილი, ხვალ ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ანუ თქვენს თანაპარტიელებსაც, ანუ გირაო აქვთ შეფარდებული, გვარამიასგან ჩვენ უკვე მოვისმინეთ ცალსახაუარი, რომ ის არაპირებს გირაოს გადახდას, ნიკა მელიამ თქვა, რომ ამაზეც ექნება გადაწყვეტილება და დღეს სოციალურ ქსელში შეხვდა, რომ ის კითხვითაც მიმართა
საკუთარ მხარდამჭერებს, ანუ აპირებენ, ანუ როგორი იქნება ამ შემთხვევაში? თქვენ როგორ ფიქრობთ, თუნდა გადაიხადონ მათ უნდა გირაო თუ არა ამ საკითხზე თქვენს პარტიაში როგორი პოზიცია? რაც ნიკამელიამ დასვა იყო პასუხიც. ამ უდიდეს უსამართლობას შევეგუოთო ეს კითხა ამ მომრჩევლებს, რა ვიცი, Facebook მომხმარებლებს, ვისაც მიმართა. ამიტომ მისმაგივრად არ ვიტყვი არაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პასუხი იყო იქ. ამ რატომ უნდა გადაიხადონ რისი გულისათვის? აი ამ შოუში არ მონაწილეობის გამო, რომ მივიდეთ და გადაიხადონ რაღაც გირაოები. და ასეთ შემთხვევაში, ანუ ნუ ასე არის მოწყობილი სამართლებრივი სახელმწიფო, ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები წარსდგებიან კანონის წინაშე, სასამართლოს წინაშე და იქცემენ პასუხებს და გირაოსაც იხდიან და ყველაფერსად, როდესაც ხედავ, რომ სრულიად აშკარად კანონით მანიპულირება ხდება, კანონის ინსტრუმენტალიზაცია ხდება იმისათვის, რომ პოლიტიკური დევნა დაკანონდეს, ხო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იქნება, რომელიც ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. ნახეთ რა ძალიან სამწუხარო ვითარება ჩამოყალიბდა ახლა არ ქვეყანაში კანონისადმი ერთგულება, კანონისადმი მორჩილება, ეს აღამაღლებს ადამიანს. გნებავთ პოლიტიკური ლიდერი იყოს, გნებავთ ჩვეულებრივი მოქალაქე. კანონმორჩილება არის მართლაც დიდი რამ და ამას ემყარება, ხო? ის ფუნდამენტი არის დემოკრატიების. მაგრამ, როდესაც კანონი გადაიქცევა დევნის ინსტრუმენტად, ამ შემთხვევაში კანონისადმი დამორჩილებლება ხდება ადამიანის მოვალეობა. აი ახლა ის ვითარება არის, როდესაც ხელოვნური კანონების მიმართ კრიტიკული განწყობა არის უმნიშვნელოვანესი. აი დავფიქრდეთ ახლა ხვალ რომ მიიღოს გადაწყვეტილება ქართული ოცნების პარლამენტმა, ერთპარტიულმა პარლამენტმა, რომ ქუჩაში როდესაც გამოხვალ, რა ვიცი, უნდა ახტე და ისე დაიწყო შემდეგ სიარული. ეს გონივრული იქნება, ამის შესრულება იქნება ნორმალური და როდესაც აი ესეთი კანონებით გვიმასპინძლდებიან, როდესაც ხედავთ სრულიად აშკარად, რომ იმ ადამიანებს იმისთვის კი არ იბარებენ, რომ მართლა კომისია მიიმუშაოს, არამედ ეს არის საზრდო შემდეგ უკვე რაღაცა იდეოლოგიური თავდასხმებისათვის. საქართველოს არ ჭირდება ჭუბი. მე ვარ მომსწრე 90-იანი წლების იმ უმძიმესი ვითარების, როდესაც დაუპირისპირდა საქართველოს ერთი ნაწილი კანონიერ ხელისუფლებას, როდესაც იყო შეჯახებები. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება თანხმობა მთავარ ეროვნულ საკითხებზე. იმიტომ რომ ვითარება არის დინამიური. ერთ გერმანელი ფილოსოფოსი ფიხტე ამბობს, რომ გერმანელად ყოველდღე უნდა დაიბადო. ჩვენც ქართველებად ვიბადებით ყოველდღე, ეს სიმტკიცე უნდა იყოს გირაოსთან ხაბატონოგზარ. იმიტომ რომ ვიცით რომ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ ანალოგიური მიზეზი. ეს მათი გადაწყვეტილება არის. მე აქ არ ვარ, იმიტომ რომ ვიღაცა აკრიტიკო ახლა იმისათვის, რომ აი რატო გადაიხადეს ან არ გადაიხადეს. არსებობს რაღაც საკითხები, რომელსაც ისინი უკეთ განმარტავენ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოვა, რომელიც ეტყვის მას, რომ დაცინვას, შეურაცხყოფას, დამცირებას არ შევეგუებით, არჩევნების გაყალბებას არ შევეგუებით, ადამიანების ციხეში ჩაყრას არ შევეგუებით, ჟურნალისტების ციხეში ჩაყრას არ შევეგუებით. ნახეთ, პარალელისათვის ერთ მაგალითს შემოგთავაზებთ. ყველამ ნახეთ, როგორ უთყამდა დაგდებულ ბიჭს თავში წიხლებს ერთ-ერთი ის. ეს კაცი დაკავებულია? არ არის დაკავებული. მაგრამ ამავე დროს ნახეთ, ჟურნალისტი ქალი რომელიც სულ არ მიხარია რომ მე ამ სცენის მომსწრე გავხდით, რომელმაც პოლიციელს ხელი მოარტყა ლოყაზე და ეს ადამიანი არის ციხეში. აი ამ უსამართლობაზე მაქვს ლაპარაკი. უსამართლობას ვერ დაეფუძნება თანამედროვე სახელმწიფო. ბოლოს კითხავთ ბატონო გზარომ და დავწავიდეთ დასასრულისკენ, ანუ ოპოზიცია ქვეყნის შიგნით რას აკეთებს, თქვათ, რა ნაბიჯებს დგამს, რა სტრატეგიით მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა არის ახლა ერთ თქვა თავარი საკოორდინაციო პლატფორმა, ხო, სადაც თქვა ოპოზიციაც იღებს მონაწილეობას. თქვენ მონაწილეობთ ამ შეხვედრებში თუ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ბოლო პერიოდში თქვენს დისტანციით? არა, ჩვენ კოალიცია ცვლილებებისათვის წარმომადგენელი არის დიახ ამ კომისიაში, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს ის პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც არის. კერძოდ, მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ფიქცია.
რომლითაც ჩვენ მოვატყუებთ როგორც ოპოზიციურ ამომრჩეველს, ისევე ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს და მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნა. ვითხოვთ არა იმას, რომ ვინმე წავიდეს და ვინმე მოვიდეს შემდეგ ხელისუფლების სათავეში. ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ სამართლიანობას დაეფუძნოს არჩევნები. სხვა ვერაფერი ვერ განმუხტავს ამ კრიზისის გაგაცნებს ბატონი ყობახიძის, კიდევ სხვების გამონათქვამებს, რომელიც შეიძლება არ იყო ეხლა ყველაზე უფრო ესთეტის მიერ ნათქვამი გამონათქვამი, მაგრამ ისე რამდენ იცით რა, ორ კვირაში დაიშლება ეს ხალხი. მე ამბობდნენ რომ იცი რა კიდე ერთი ორ კვირაში და დაიშლებიან. წვიმა მოვა და დაიშლებიან. 6 თვე გავიდა მას შემდეგ. 6 თვე გავიდა. ნუ თუ შეიძლება ათასობით ადამიანზე თქვა რომ ისინი deep state-ის გავლენის გამო ეგებებიან მუშტებს, ხელკეტებს და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. არ შეიძლება. ეს არის კრიზისი, რომელიც ვერ გადაილახა. თუ კრიზისი ვერ გადაილახა, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ამ კრიზისის გადალახვის. წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც აქვს სალომე ზურაბიშვილის შექმნილი, რამდენად ვთქვათ, ეფექტური არის აი ამ კრიზისთან გამკლავების პროცესში. აი გითხარით რომ უფრო კაფე უნდა იყოს, უფრო პოლიტიკურად ჩამოქრილი უნდა იყოს ეს პოზიცია, ასევე ერთადერთი პლატფორმა არ არის ქალბატონ ზურაბიშვილთან, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ. არსებობს კიდევ უფრო დიდი პლატფორმები პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ესაუბრებიან ერთმანეთს, თავარი არის ეხლა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ძალადობით ვერ გადაიჭრება. აი მაგალითად ბატონო პაატა ბურჭულაძემ რამდენჯერმე სთხოვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომ შეკრებილი იყვნენ და იქაც მიმდინარეობდა დისკუსია. ბევრ საკითხზე შეიძლება ჩვენ ყველამ ვისაუბროთ. ცენტრალური საკითხი არის ის, რომ ძალადობასა და სამართლიანობას შორის რას ვირჩევთ? ევროპასა და ირანს შორის რას ვირჩევთ? მე მახსოვს ძალიან ცნობილი ფილმი იყო ირანული სორაიას ჩაქოლვა. გახსოვთ ქალის ჩაქოლვა, მოგონილი ბრალდებით, სადაც შვილიც კი ქვას ესვრის მას. ირანის უდიდეს კულტურა ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თანამედროვე ირანის სახელმწიფო მოწყობა არ არის ის, რაც მე ჩემთვის და ჩემი შვილისთვის მინდა. ჩვენ სურვილი არის, რომ ევროპულ მშვიდ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, სადაც დაცული არის დემოკრატიული უფლებები და სადაც გათვალისწინებულია საქართველოს ისტორიული გეზი, ლამის პირველი კოლხური კრებიდან დღევანდელ დღემდე. აი ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი. მადლობა კოალიცია ცვლილებებისთვის და პარტია ახალის წევრი ნუგზარ ციკლაური პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.